მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ეს ბათუმია. მოქალაქეები შეიკრიბნენ დღეს უწყლოდ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გრძელდება უკვე 306 დღეა. მოქალაქეები დღესაც დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ეს არის ტრადიციული შეკრების ადგილი პროევროპული აქციისთვის, რომელიც იმართება არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, არამედ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ისმის მოქალაქეების პროტესტის ხმა, რომ ისინი არ შეგუებიან დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და პოლიტიკური პატიმრების არსებობას საქართველოში. თქვენ იცით, რომ ეს საპროტესტო აქციები იმართება საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან, მას აქეთ, როცა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, როცა ოცნების არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა ერეკლი კობახიძემ განაცხადა იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე არის გადადებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში. მას შემდეგ მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ითხოვენ, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომ არ იყოს ჩაკეტილი გზა ევროპისკენ, რაც გააკეთა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და უცვლელი მოთხოვნა ახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს აქციები ნებისმიერ ამინდში, ძლიერ სიცხეში, წვიმაში, თოვაში თუ ყინვაშიც კი აქ იდგნენ მოქალაქეები, მათ შორის ბათუმის საპროტესტო აქციაზე, მათ შორის კარვებში, ჩვენ გვახსოვს თებერვლის ცივღამეებში, როცა მზიამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს საბჭოთა კავშირის დასჯის შემდეგ, როცა მან დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად, სწორედ აქ გაშლილი იყო კარვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ ამ ფორმითაც იყო გამოხატული პროტესტი ბათუმში. მინდა გავისაუბრო გიორგი კირთაძეს, რომელსაც ახლა გვხედავ ბათუმის საპროტესტო აქციაზე. საღამოშობისა გიორგი, მოდიში რომ შეგაწყვეტინეთ საუბარი, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. მოგეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველა საინტერესოა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ როგორც კონკრეტული პარტია, რას აკეთებთ, რას თავაზობთ ამ დღეს ადამიანებს? ეს არ არის პარტიული აქცია, იცის კარგად თქვენო მაყურებელმაც, თუმცა ამის მიუხედავად ბუნებრივია ჩვენი პარტიის ათასობით წევრი, რა თქმა უნდა, იქნება 4-ში საპროტესტო აქციაზე. არის მნიშვნელოვანი თარიღი, სადაც ერთის მხრივ ვითარდება რაღაც ტიპის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი არქევს არჩევნებს და მეორე მხრივ ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყანაში ავტოკრატია, ოლიგარქია და უბედურება კი არა, დემოკრატია და ნორმალური ცხოვრება უნდა, პარალელურ რეჟიმში იკრიბება რუსთაველზე და მჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება რუსთაველზე გამოსული და ივანიშვილს მოუწევს და მის რეჟიმს ანგარიში გაუწიოს ამდენი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში ყოფნას. ჩვენ ნახავთ. ან რას გულისხმობთ ამაში, რა სახის მოვიწევთ? ჩვენ ბევრჯერ გვინდა ყავს ახრავალი აქციები თბილისში, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაუხევია უკან ივანიშვილის რეჟიმის პირიქით ამძაფრებს ამ რეპრესიულ მიდგომას, მათ შორის ნახეთ სრულიად აბსურდული მიზეზის გამო, როგორ დააკავეს იგივე ელენე ხოშტარეს სამართლის წესით, ხო? კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის უკვე არის ადამიანი დაპატიმრებული. რატო აკეთებს ივანიშვილი რეპრესიებს ამ ხარისხის? ეგ ხო თავსახად ნიშნავს, რომ ის არ არის ძლიერად, პირიქით არის სუსტად. ხო თუ ის ძლიერად და მაშინ თქვენი დამფუძნებელი და დირექტორი ზეამაღლობელი რატო არის დღეს ციხეში, როცა მთელი მსოფლიო და მთელი საქართველო პირველში და მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს, ხო? ის არის სუსტად და ცდილობს, რომ რეპრესიებით შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება. ახერხებს ის ამას კომფორტულად ვერა, ხო? ფაქტია, რომ მას არც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობაში, კი არა და უკვე უკიდურეს უმცირესობაშია მხოლოდ ხარდაჭერა და უმრავლესობა მას რეჟიმად აღიქვამს და ქვეყნის გარეთ ხელს არავინ არ თმევს. აი სტრატეგიულ პარტნიორს უეძახიან ჩინიც, ისინიც კი არ იწვევენ ხო მას და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოება თუ და ასე შემდეგ საკითხები სომხეთის მონაწილეობით განიხილება და არა საქართველოს მონაწილეობით. სომხეთის ზემონის ტბა პატივისცემის მადლი.
შავ ზღვაზე ჩვენ ვართ. ანუ ხო ხვდებით რა მასშტაბის იზოლაცია და გაუწყობა აქვს ივანიშვილის რეჟიმს. ეს რა თქმა უნდა მისთვის არის პრობლემა და ზუსტად იმ ხალხური თქვენ ფიქრობთ რომ იზოლაცია აბრკოლებს ივანიშვილს და იზოლაციაში მოიქცევა ივანიშვილის რეჟიმი? ივანიშვილის რეჟიმი ბოლომდე ცდილობს იმას, რომ ამ სიტუაციასაც ახლა ქვეყანაში გვაქვს სტატუს-კვო, მას კონდეს შენარჩუნებული და ნორმალიზება მოახდინოს ამ ყოველთვის, თქვას რომ ეს არის ნორმალური პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ შიგნით აქვს დიქტატურა, აქვს ავტორიტარიზმი, ამის მიუხედავად მას კონდეს ურთიერთობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. მას არა მხოლოდ ამის სურვილი აქვს, ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის და როგორ ეხვეწება ამერიკის შეერთებულ შტატებს იქნება თუ ეს დასავლეთის ქვეყნას ბერჯერმა, ხო? ჩვენ ეს ყველაფერი რატო ჭირდება მას ეს? ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში და არ ვცხოვრობთ სხვა რეალობაში, სადაც ერთი კონკრეტული ტერიტორია შეიძლება შემოღებო და მხოლოდ თქვა რომ ეს ჩემია და აქ ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა. თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს ადგილი არის ცივილიზებულ სამყაროსთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ასევე არის ის, რომ ამ კონკრეტულ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების დიდი უმრავლესობა არა მხოლოდ ფიქრობს, არამედ იბრძვის ამისთვის. ამიტომ ივანიშვილის სხვა გზა არ აქვს. ივანიშვილი უნდა მივიდეს იქამდე, რომ ამ სიტუაციას დაარქვას ნორმალური და მან ვიღაცებს ჩამოართვას ხელი, თუ უნდა რომ მიტაცებული ძალაუფლება ძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს. თუ არა და მე მგონია, რომ დღეებს, კვირეებს, მაქსიმუმ თვეებში. ან არ ფიქრობთ, რომ თქვა გამონახოს მას სხვა ტიპის გამოსავალი დაუახლოვდეს რეგიონის ქვეყნებს, თუმცა არ იქნება მას ლეგიტიმაციის პრობლემა, არ იქნება იზოლირებული, თქვა ჩინეთისგან, რუსეთისგან, სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან. ჯერჯერობით მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთ არის ევროპა, მოსახლეობა მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ეს განწყობა წუთთა განმავლობაში თუ გესაქტურად იმუშავებს. შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მოწოდებას, რომელიც ჩათერიშვილის პირით გითხრა ახლა ამ ბოლოს, ამას ავყვებთ. წავიდნენ ევროპაში, ხო დასავლეთში, ემიგრაციაში. ამას დატოვს განსაკუთრებით ჩვენი შვილები, ანუ ის არსებობდა, რომ ახალგაზრდები უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მართლა როგორ წარმოუდგენია ივანიშვილს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, არ ვიცი, ესეთი ხალხია, რომ თავს დახრის ახლა და რუს დაუჯერებს და ქვეყანას დატოვებს. ეგ რო ესე ყოფილიყო და ამ ქვეყანაში რო ესეთ ხალხს ეცხოვრა, დღემდე ხო ვერ მოვიდოდით. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სულ ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობისათვის, თავისუფლებისთვის, მე უკვე დემოკრატიისთვის და ამისთვის სისხლით, ამისთვის ვიბრძოდით, საუკეთესო ადამიანები ამას ეწინებოდით და ბოლოს ვაღწევდით. ამჯერად რომ ეგრეც გაგრძელდება. არ იცნობს, რაღაც დონეზე ივანიშვილმა ჩათვალა, რომ იცნობს ქართული კაცის ბუნებას, წლების განმავლობაში ის ამ ყველაფერს კარგად მანიპულირებდა, მაგრამ როგორც ჩანს ბოლომდე არ იცნობს. და ეს ბოლო ფაქტები ამას ხატავს. მაგრამ 4 ოქტომბერს რა იქნება? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ანუ იქნება ისე ხალხმრავალი აქცია, რომელიც დაიშლება, აქცია შეიგრიბა და დაიშალა, ანუ ესე იქნება. თუ პოლიტიკური პარტიები გეგმავთ რა იქნებით ავანგარდში, თქვა წინა აქციებისგან განსხვავებით, სადაც უფრო მოქალაქეები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ხო, აქტივისტები. წინა აქცია ხალხმრავალი რო გავიხსენოთ პირიქით, მე მგონია რომ პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული იყო, ეს იქნებოდა აი ხა ბოლო 27 სექტემბერი, მანამდე 13 კიდევ ან მე გულისხმობ გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის აქციებს, რომელიც უფრო თვითორგანიზებული იყო. გასულწას ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები ჩართულნი არიან ორგანიზებაში და მათ შორის ჩვენი პარტიაც მოლოდინს არის ავანგარდში, ნებისმიერ საპროტესტო აქციის ან არის ორგანიზატორი, ან მისი აქტიური მონაწილე, რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა 4 ოქტომბრის ხალხმრავალ აქციას მნიშვნელოვანი შედეგი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ჩემი აზრით კი. ძალიან ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის აქვს შედეგი და მე მაქვს მოლოდინი, რომ იმდენად ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, თუმცა რეჟიმისთვის ეს შექმნის ძალიან დიდ პრობლემას და ან რატო შექმნის პრობლემას? რა იქნება კონკრეტულად? იმიტომ საბოლოო ჯამში მე გამარჯვება წარმომიდგენია და ჩვენ გამარჯვება წარმომიდგენია ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლით და იმისთვის რომ მოხდეს ჩამოშლა მნიშვნელოვანი არის სწორად ორგანიზებული ბევრი ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე. სხვადასხვა ფორმის მრავალფეროვან აქციებზე, თუმცა მათ შორის ისეთ აქციებზე, როგორც ეხლა არის 4 ოქტომბერს დანიშნული. რას ნიშნავს ჩამოშლა? ჩემი გადასახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ან რეჟიმის მიერ, მაღალჩინოსანთა მიერ გაცემულ ბრძანებას არ ასრულებს ადამიანები, რა ვიცი, რობოკოპი აღარ მოდის და მე და თქვენ აღარ გვცემს. მაგრამ რატომ გავქესმოდით, რომ აღარ შეასრულებს სპეცრაზვი, თქვა ივანიშვილის დავალება? მე ვფიქრობ, რომ სერიოზული წევრი აქვს ივანიშვილის რეჟიმის შიგნით და ამისი გამოხატულებაა ეს რაღაცა პანტაპუნტით ხალხის დაჭერა, ციხეში ჩასვლა, ყველანი ხვდებით, რომ ისინი არც ნარკომანიას ებრძვიან ქვეყანაში და არც კორუფციას. რეალურად ისინი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან და ყველა ადამიანს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ისინი სხვა ადამიანებია, კაცო, რობოკოპის ფორმის მიღმა. მე მჯერა, რომ მათ შორის პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ უამრავი ღირსეული ადამიანია დარჩენილი, რომელიც
ბოლომდე უკანონო ბრძანებას, როცა მეორე მხრიდან, რა ვიცი, 10,000-ობით უწუთელი და გულანთებული პატრიოტი ადამიანი უდგას უკანონო ბრძანებას არ შეასრულებს და მჯერა რომ ეგრე მოხდება. ეს არის ჩემი აზრით ჩამოსვა, ეს სოციალურ იოვანიშვილის უგვარ დათმობაზე, როცა ის უშვებს პოლიტიკურ პარტიებს და მართლა სამართლიან არჩევნებს ატარებს ამ ქვეყანაში, ოღონდ მართლა სამართლიანს და ეს რეალურად არის წინაპირობა ხელისუფლების გადაბარების. მაგრამ ეხლა რატომ გადადგეს ეს საბიჭი ივანიშვილმა? იმიტომ რომ აქამდეც ნახეთ ჩვენ ეს ხალხმრავალი აქციები, ხო, თბილისში რუსთაველზე. ჩემს კიდევ უფრო მეტად ხალხმრავლობას ნახავთ, კიდევ უფრო მეტად ბევრ გაბრაზებულ ადამიანს ვიხილავთ ქუჩაში და ქართველი ხალხის გამოხატულინება, როცა ის რა ვიცი 10,000-ობით ან კიდევ უფრო მეტად შეიძლება იქნეს წარმოდგენილი ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, არის ის, რომელზეც ანგარიშის გაწევა მათ შორის ისეთ რეჟიმებსაც კი მოუწევს, როგორცაც ივანიშვილი წარმოადგენს. ბევრი გაბრაზებული ადამიანი პრობლემაა რეჟიმისთვის, ჩემი აზრით, ცალსახად, იმიტომაც რატომაც თქვი ჩემი აზრი და როგორც წარმომიდგენია. მაგრამ აი ამ ორგანიზებაზე რატომ ამბობს უარს თქვა პარტია? რატომ არის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის? ხო, თქვენ ახლა ორგანიზატორები. თუ ამას პირიქით საყვედურობენ, რომ რატომ არის თქვა ორგანიზატორი, პოლიტიკური პარტია რატომ არ იღებს ის პასუხისგებლობას? რატომ არის წარმოქმნილი გეგმები, ხედვები, რა იქნება, როგორ იქნება 4 ოქტომბრის მერე რა იქნება? ანუ არაფერი არ ვიცით და ამიტომაც ვერ იქნება ეს წარმატებული. რაც შეეხება ასეთი ხედვების არსებობას. აღებას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი პარტიის 1000-ობით წევრი და მხარდამჭერი იქნება ამ აქციაზე, მათ შორის შეიძლება რომ ის იგი ალბათობით იქნება მათ შორის ორგანიზებულადაც პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან და ყველა რაიონისა და რაიონიდან ქალაქიდან ჩვენი მხარდამჭერები აპირებენ ჩამოსვლას და ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რა იქნება, უნდა იყოს ის, რაც ყველა ძალიან გვინდა, ჩამოიშალოს რეჟიმი და ამ ქვეყანაში მივახვილოთ ნორმალურ სამართლიან არჩევნებს. აი რა იქნება მე, ალბათ ყველასათვის უკვე კარგად არის, ხო? მარტივი წარმოსადგენია. დემოკრატიულ რელსებზე დამდგარი საქართველო იყენებს შეაძლებლობის ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდე აქვს ჩვენს ქვეყანას გახსნილ და მართლა გრძელვადიანი პერსპექტივით უსაფრთხოდ და კეთილდღეობით ცხოვრობს. არის თუ არა რესურსი, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, პირიქით, მე მგონია, რომ ყველანაირი შეაძლებლობა არის ამის. ან თქვენ გვეუბნებით, რომ თქვენ ადამიანებს თუ შეიკრიბებიან რუსთაველზე კიდევ ერთხელ გაიმართება ხალხმრავალი აქცია და იმაზე უფრო მეტი ვიდრე თქვა წინა შემთხვევებში იყო. ივანიშვილი მიიღებს გაწოლებას, რომ მოდი ახლა ჩავატარებთ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში, ანუ ასე ხედავთ ამ პროცესს. ივანიშვილს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამ ქვეყნის მოსახლეობას. თუ არ გადადგამს და არაფერს არ გააკეთებს, აი რა მოხდება ამ შემდეგ? რა ვიცი, რა მოხდა 2003 წელს, აი ჩვენ კარგად გვახსოვს ასევე ბათუმში საუბრობთ და 2004 წლის 6 ივლისს. ამ შენობაში და ასევე ასთანაბაშიზე ეხლა სადაც არის საკუთარ სასამართლო გამოვიდა და თქვა რომ ხო მე ანგარიში უწევ ამდენი ადამიანის უცხოელ პროტესტს და წავედიო და საწავიდა. ესაც ცხოვრობს ის მოსკოვში და ეს რაღაც ახალი ამბავი და ახალი მოხალხე კი არა ეგრე ხდება. ხელისუფლებები ან გადატრიალებით იცვლებიან, რაც რა თქმა უნდა ცუდია და სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობდა, ეგეც გამოსცადა და ამის სრული არავის არ ამ ქვეყანაში და მე დიდი იმედი მაქვს არასდროს არ გამოხდება. მეორე ამბავია რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გით, ანუ ძალა დათმოს ხელისუფლება არჩევნების გით, ეგეც ვნახეთ 2012-ში და ასევე გვაქვს მესამე მშვიდობიანი რევოლუცია არაძალისმიერი მეთოდებით, ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოსული, როცა რეჟიმებს უწევს უკან დახევა და სწორი ანალოგი გავაკეთეთ ახლა ასმალაბაში. დიდი მადლობა, ეს გიორგი კირთაძე იყო პარტია ახლების ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ მას უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 306 საღამო, როცა მოქალაქეები დგანენ ისევ ქუჩაში მოწყვეტ საპროტესტო აქციებზე და თვლიან, რომ არ შეიძლება შეწყდეს ეს პროტესტი და გაჩერდეს წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციები შეეცა ქვეყანაში ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს დაამკვიდროს დიქტატურა ქვეყანაში და დაამკვიდროს დიქტატურა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ბატონო მალხაზ. მოლდოვაში გაიმარჯვა პროევროპულმა ძალამ და საბოლოო ჯამში იქ იყო ძალიან დიდი ასე ვთქვათ ბრძოლა პრორუსულ და პროევროპულ ძალებს შორის. ხო, როგორ მოხერხდა ეს და რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, თქვენ როგორ ხედავთ? ანუ მოლდოვაში კი ვიცით რომ უამრავი რუსი ცხოვრობს. ხო, და დიდი ბრძოლა ქონდა და რუსეთმა აი მოლდოველი ხალხი ანუ და ისმამინდა ანუ აი ეს ბავშვები, ყველა ბავშვი აუცილებლად ისე უნდა იცხოვრონ ამათ რომ ყვავილებით არ უნდა იდგნენ და მარტო ციგნემა კი არა და ქართველების დარდის საუბედო. ანუ მოლდოვაზე რო გადავიდეთ, ან მოლდოვაში ბევრი რუსი ცხოვრობს.
და მოლდოვაში ძალიან დიდი ფული ჩაყარა ეს ცნობილია რომ ისეთი ევროპაც რა თქმა უნდა იმუშავდა მოლდოვა უკვე ბოლომდე თავისუფალია მოლდოვა უკვე ევროპაში ახლოს იყო ევროპასთან მაგრამ ჩვენ რო სიახლოვეში ვიყავით და ჩვენ რო ახლდა თავისი რა ვიცი ყველანაირად სული ადამიანებით აი ეს პირველი კომპიუტერით სკოლაში შევიდა განათდა ანუ აი ის შემდეგ ძალიან სწრაფად შევედით გაგებით განათლებით ინგლისურს ვსწავლობდა ყველა ხალხი და დღემდე მაგით ვართ რომ მაგით გევართ ფერზე რომ ევროპასთან ახლოს ვართ კიდე იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლა 12 წელი ფაქტობრივად ეხლა მიდის გარუსება ადამიანების იმიტომ არის რომ ადამიანები ზის ავტომობილში და ჩეჩნურ მუსიკას სადნახულობენ არც ახალგაზრდები ქართველი ახალგაზრდები იმიტომ რომ იმათ ესეთი პროპაგანდა მუშაობს პოსტივის პროპაგანდა და იმედის პროპაგანდა რომ აი რუსულ რაღაცებს აგდებენ ისინი თითქოს სპეციალური გადაცემის სერიაც კი წამოიწოდა ეხლა რამდენად გარყვნილია ევროპა რამდენად ცუდია დასავლეთი პოსტივზე მიდის რუსული ისა რა სერიალები ეს ყველაფერი წვეთობით 12 წელი ჩაუდეს ადამიანებს თუმცა ვერ მოახერხეს იმიტომ რომ წინა წლებში ძალიან მაგრამ ეხლა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ამის პროპაგანდა ამ პროსახელიკო აი კრემლის თურმა ესე თქვა ინგლისზე ან ხუთის უკანო ბრიუსელზე თქვა ესეთი რაღაცა მთავრობას ხალხი უცებ გამოვარდებოდა ხო ეს შეაჩვიეს ხალხი აი ამ ყველაფერს ეტაპობრივად და ნელ-ნელა როგორც ბავშვების სიკვდილი შეგვაჩვენ ადამიანები ყოველდღე კვდება ავარით აი დღეს მაგალითად საფრანგეთში არც მინდოდა გამახსენებინა ტელევიზორიდან 6 წლის ფაქტ ჩემი ძალიან ახლო ოჯახის წევრი ბავშვი გარდაიცვალა 6 წლის ავიცი საფრანგეთმა ყველაფერი გაიღო ჩვენ ქართველებისთვის გაიღო ყველაფერი საფრანგეთმა ჩასული ჩემი ახლობელი მანქანაში ეძინა გაგიჟდნენ რა მანქანაში ძინავსა და ებროები და ყველაფერი ეპატრონენ ჩვენ ქართველებს თავის როგორ ეპატრონენ იმას აგინებენ ესე იმას აგინებენ ჩვენი ხალხი ჩასული პატრონობს ევროპა საჭმელსა და ლუკმაპურსა და ამას აგინებენ და ამიტომ გაიმარჯვა იმათმა დაინახეს მოლდოველებმა და უკრაინა ჩავიდა ზელენსკი და ჩვენზე ლაპარაკობს რომ დაუკარგეთ საქართველოს ხალხმა და ზელენსკის აგინებენ იმიტომ რომ კი გავიგე რომ ომში ჩაქრთოს უნდა და რაღაც ესე გესმის მაგრამ ეს ხო გესმის რომ ევროპას გაცილებს შენი ძმისშვილი დიშვილი გადაარჩინა სიკვდილს ხო მანქანაზე ევროპულზე ზიხარ რამ გამოათაყვანა ეს ხალხი მე არ ვიცი რა 4-ში ყველამ დაირაზმეთ თუ არ მოდიხარ თბილისში გამოდით ბათუმში გამოდით ყველგან გამოდით და სრულიად შვიდობიანად როგორ მოხერხდება ხოეცინება და მშვიდობიანად თუ მშვიდობიანად არა მაშინ ხელის გადაგრეხვით როგორც მე მიგრიხავ და ეს არაკაცი პოლიციელები რო არიან დიდი აუცილებლად ნიჰილიზმი და ცინიზმი დაიკარგება საქართველოში და შეიქმნება ერთიანი ძალით გადავაგდებთ ამ რა ვიცი თავხოტორა თავმჯდომარეებს და თავხოტორა იმათ რა ქვია ნაგავხავს ბიჭო კაც ჯერ ბიჭო რა უქნეს ბიჭო ამ კაც რა დამა ჩვენი შესაძლებელი დარჩა ჯიჟვაზე რა დამართეს ხო დღემდე არაფერს არ ამბობს ორი თვეა და კიდე თავისთვის ისროლა ხა წარმოიდგინე ჩვენ კიდევ ხალხმაო ესე გაუკეთაო რომ ისაო რა ქვიაო ჩააგდო იმაშიო რა ქვია განსასწრებელშიო და იმიტომ ისროლაო ბიჭო და თვითონ აგდებენ განსასწრებელში ესე თავისუფალი სიტყვა უნდა იძახოთ სამსახურში მეც ვიყავ მეც გამო არ არის ამ ეხლა ლუკმაპურის შოვნაზე კაც გამოხვალ ათესავი დაგეხმარება ვიღაცა დაგეხმარება ქვეყანას დაუდეგი გვერდში გამოდი თქვი ამ ხელოვანებს ახლა დაემართათ ბიჭო სულ გავიგე გასაგებია ეხლა იმან თქვა რომ ის ისიც მიცემს ფულს ესეც მიცემს ფულს ხვიჩა ხო ათუბელი ბაკაცი ისიც მოა იმან ის დააფიქსირა აზრი შენ არც იკითხა არც აკითხა რომ ვერ გავიგე საითხა რა მადლობა ჯაბა რა ვიცი დიდი მადლობა პირიქით ეს მალხაზი რემაძე იყო თქვენ მინდა ასე ვკითხოთ მოლდოვაში მოლდოვის არჩევნება რა აჩვენა თქვენთვის გაიმარჯვა პროევროპულმა პარტიამ პარლამენტში და რა შეცვლის ეს ასევე რეგიონში თქვენ მოლდოვის არჩევნება ჩვენა ის რომ მოლდოველებმაც გაგვისწრეს და მოლდოველებმაც გვაჯობეს ბევრ საკითხში რომ მოლდოვა როგორც სახელმწიფო რავი თუ
გადახედავთ ისტორიას, მაგალითად 2010 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატების 40% მიიღო კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა, ну, რამდენად პრორუსული არის. ისე კი არ პრორუსულმა პარტიამ, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა. ოლიგარქი იყო, მათი მმართველი, ასევე ანუ თავარი დოდომუ იყო, რაღაც ასეთი გვარი და დუასოზე რავი რა, მოლდოველებმა გაჯობეს, ანუ მოლდოველები გაიარეს ისე, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. თუ ვიღაცები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნებში დროს ავირიდეთ, ნეიტრალიტეტი და რაღაცა და რომ არის ის, რომ მოლდოვა იყო ნეიტრალური სახელმწიფო, რომელმაც 1994 წელს საკონსტიტუციო დონეზე მიიღო ნეიტრალური სტატუსი, რომ არ გახდებოდა არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი. და ეს ყველაფერი გააკეთეს თავის დროზე იმის რომ დრესტის პირეთში როდესაც წარმოიქმნა კონფლიქტი, ვიღაცებმა თქვეს, რომ აი დრესტის პირეთში იმიტომ კარგავთ, რომ ჩვენ თან არ უნდათ ის ნატოს და სარტნერის ბაზები და რაღაცეები და მათ მიიღეს ეს. და ამ გადაწყვეტილებამ მოლდოვა აქცია ევროპაში ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ. პროფესიით მეზღვაური ვარ და მაქვს მოლდოველებთან შეხება, ანუ თქვენ რომ წარმოიდგინოთ მოლდოვაში იმდენად დიდი სიღარიბე იყო, რომ ომის პირობებში მყოფ უკრაინაში, ანუ მე გულისხმობ 2014-2016-18 წლებში, ანუ როდესაც დონეცკის, ლუგანსკის ფრონტები გაიხსნა და მიდიოდა ინტენსიური ბრძოლები, მაშინ ასე ქვეყანა ომის პირობებში იმყოფება და მოლდოველები მოლდოვეთიდან უკრაინაში სამუშაოდ გამორბოდნენ. ანუ ომისში მყოფ ქვეყანაში მიდიხარ სამუშაო საშუალებლად, ანუ რომ წარმოიდგინოთ როგორი მდგომარეობა იყო, სოციალური მდგომარეობა, სოციალური ფონი და რაც თავარია, რა მისცა ამ ნეიტრალიტეტმა, რაც ბევრი აჟღერებს ასე საქართველოში, ხო, მოლდოვას. მათ შორის უსაფრთხოების კონფლიქტი. ძალიან პერიოდში ძალიან მოხდა ხოლმე ახალგაზრდა მოლდოვებმა დატოვა მოლდოვეთი. წავიდა განათლება მოიგებს და შემდეგ ხო ანუ მათი ცოდნა, მათი გამოსწორება მოხმარეს ქვეყანას ბევრი დაბრუნდა და მოლდოვის არჩევნებშიც, ბოლო არჩევნებშიც ახლა მესტები არ მქონია ინტერნეტთან ისეთი შირი შეხება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივე იქნება წინა საპრეზიდენტო არჩევნებში სხოეთში გახსნილი ბუნებზე და სამული კანდიდატურა ემარჯვება რა შესაძლებელი და პროფესიული ისიც სავარაუდოდ მოლდოველი ჩვენთან რა შანსი რჩება ეხლა თქვენ დაკვირვებით ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, ამ მათ შორის რეგიონულ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ გადარჩეს დემოკრატია საქართველოში, თქვენ როგორ ხედავთ? ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, სანამ ფიჭაში ხალხი დგას, ეს აკვერცხალი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აალდეს და დაიწყოს ის პროცესები, რომელიც ქვეყანას მიიტანს საბოლოოდ იმ შედეგამდე, იმისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ეს რეგატიცია ხელისუფლებაშიც, იმიტომ რომ ის 300,000 კაცი, რომელიც თბილისში იდგა აქციაზე, ეს ყველა არტასულა ხო ქვეყანა შეიძლება წავიდა 1000, 2000, 5000 წავიდა, 295,000 ისევ ქვეყანაშია. 295,000 შეიძლება 10,000 მოსკიდეს დააშენეს რაღაცა განაჩენი ყوارი რაღაცა შემოდევ რაღაცა პირობა ახლა არ არის შესაძლებელი სიმიტი რაღაცა, მაგრამ ეს აუცილებლად ეს მოხდი აფეთქება და მიტანს შედეგს დიდი მადლობა. თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, თქვენი სახელი შემოსწრება. მერაბ ჯიხაძე, მადლობა მერაბ. ზურაბ, თქვენ ხარ გქონდათ ესე რამე გზავნილი, თქვათ იგივე 4 ოქტომბრთან დაკავშირებით. თქვენ როგორც მახსოვს, მე მხარს უჭერთ არჩევნებზე და მიდიხართ არჩევნებზე, ხო? ამბობთ რომ ეს იდეა არის სწორი. არჩევნები ეს ორივე მნიშვნელოვანია. და თან რჩებით ამ აქციაზე. ხო, აქციები და არჩევნები ორივე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ მე მოლდოვასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო შეფასება. ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევდა ტრამპს, როგორც რაღაც ხისთავა, უაზრო ადამიანს. სინამდვილეში მე თავდაპირველად ვამბობდი, რომ ტრამპი არის ძალიან სერიოზული მაზუნე ადამიანი, ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი. ამას ხშირად ვამბობდი. ტრამპმა, რა თქმა უნდა, გააკეთა ერთგვარი პოლიტიკური სვლა, ერთადერთი გაგებით, რომ უკრაინა თითქოს და დროებითაც მიაბარა პუტინს, სინამდვილეში ამავე დროს ირანი მოგვიდა პოლიტიკურად ერთი სიტყვით, ანუ რუსეთის ერთ-ერთი სერიოზული მოკავშირე და რა თქმა უნდა ამავე დროს რა თქმა უნდა გააფართოვა პოლიტიკური არეალი ტრამპმა სოფლიოში ზოგადად. ანუ გაძლიერდა როგორც პოლიტიკური ფიგურა, გაძლიერდა და ამერიკას გააძლიერა პოლიტიკურად.
ამ ყველაფერმა განაპირობა მოლდოვაში ევროპული ძალების გამარჯვება. რატო? იმიტომ რომ მოლდოვის საზოგადოებამ დაინახა, რომ პუტინი კი არ ვარ მოკავშირედ ვარ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ტრამპი. და ამერიკა ხომ ევროპის პარტნიორია და ამ ყველაფერმა განაპირობა რა თქმა უნდა მოლდოვაში გამარჯვება თუ არა. ტრამპი რომ თავად მოქცეულიყო, კიდე რუსული ძალები გაიმარჯვება. ხო გამიგეს? ამ ყველაფერს აქვს არსებითი მნიშვნელობა რა თქმა უნდა ახლა საზოგადოება არა გაუნათლებელი მოლდოვაში განათლებული საზოგადოება და რა თქმა უნდა კარგად გააცნობიერეს რომ ტრამპმა სწორი სულები გააკეთა სწორი სამხედრო და პოლიტიკური სულები გააკეთა და შედეგად სწორედ ამიტომ გაიმარჯვა პროევროპული ძალები მოლდოვაში. ეხლა ჩვენთან რა შანსი რჩება რომ გადარჩეს დემოკრატია თქვენ როგორც ერთი მოქალაქე როგორ ხედავთ ამას? კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენ როგორც მოლდოვის საზოგადოება გაიაზრა რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ ჯერ ესეთი როგორ შეიძლება ტერიტორია შენ მიტაცებულია და სტრატეგიულ მოკავშირედ აღიარო. გინდ რუსეთი თქვი და გინდ თურქეთი მნიშვნელობა არა აქვს. შენი ტერიტორია მიტაცებული ისა ეს სტრატეგიული მტერი და არა მოკავშირე. ეს უნდა გაიაზროს საზოგადოებამ რუსეთი არ შეიძლება სტრატეგიულ მოკავშირედ დაისვა. რა თქმა უნდა ეს არის სტრატეგიული მტერი და რა თქმა უნდა არ შეიძლება რუსეთი მოკავშირე იყოს. ამიტომ რა თქმა უნდა არც იმას არ ვიმხრობი რომ რაღაც აგრესია დააფრთხო და ზიზღი და დააფრთხო რუსეთთან, მაგრამ არ სტრატეგიული მოკავშირე არ უნდა იყოს. სტრატეგიული მოკავშირე ხარ, როცა შენ საბაჭრო ურთიერთობა გაქვს რუსეთთან. და რა შემთხვევაში შეიძლება დავაღწიოთ ჩვენ ახლა თავი რუსეთს? რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დავაღწიოთ რუსეთს? რა შანსი არსებობს ამისთვის საქართველოში? პირველი ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებამ რა თქმა უნდა ხელისუფლების დემონტაჟი და მეორე რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავეცალოთ რუსეთის ბაზარს. რუსეთის ბაზართან შენ რა თქმა უნდა თავისთავად იქნები ახლოს შენ გამოცემ რუსეთთან ხარ ახლოს. ხო გამიგე? მე ვიყავ პატრიოტთა ალიანსის წევრი და სწორედ მაგის გამოწამდი პატრიოტთა ალიანსიდან. ეს იყო მიზეზი რომ პატრიოტთა ალიანსში იყო საუბრები რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ავაწყოთ რუსეთთან. ხდი? და მე ვუთხარ ეკონომიკური თანამშრომლობა შენ რუსეთთან აწყობ შენ ეს იმას ნიშნავს რომ შენ რუსეთის მოკავშირე ხდები პარალელურად, ხო? ამიტომ ეს იყო მიზეზი და ავდექი და წამოვედი. მადლობა. ხო, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენ საზოგადოებამ რომ არ შეიძლება ამხელა უაზროდ გადადგან აბიჯი და სტრატეგიულ პარტნიორს უწოდო მტერს. და საზოგადოებამ უნდა გამოფხიზდეს რომ ამერიკის პრეზიდენტი რომ ხელა როცა უყურებ რომ ამხელა პოლიტიკური ფიგურა არის. ამხელა პოლიტიკური სულები გააკეთა. პუტინს გამოსდელ პოლიტიკოს სერიოზული პოლიტიკური თავები დაუტრიალა. არ შეიძლება მოკავშირედ არ მიჩნიო, ევროპა მოკავშირედ არ მიჩნიო და პუტინი რომელიც არის სადისტი მოკავშირედ ჩათვალა. დიდი მადლობა. ეს იყო ზურაბ ირემაძე, პროევროპული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმში. ასეთი განწყობებია დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე. აქციის 306 დღეს მოქალაქეები დგანან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყლოდ საპროტესტო აქციაზე. და ასეთი იყო დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების განწყობები მიმდინარე და ბოლო პოლიტიკურ პროცესებზე. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელებიდან ედგაზეთი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ საღამოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.